მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ეს და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ამახსე. მოკლედ, სამ ვიდეოზე გადავიდოდ, მინდა გითხრათ მე მაქვს მეორე არხი, ანუ ეს არაა ჩემი პირველი არხი. იმახსე ვდებ გეიმინგ კონტენტს და პირველ ვიდეოში მინდოდა რომ გავაკეთებინა რაიმე გრანდიოზული, ამიტომაც ვაკეთებ 150 ლარიან გათამაშებას. სამი ადამიანი, ვინც გამოისრომს, ვისაც ეშოდინება რა მაწერია ჩემს გეიმინგ არხზე, მიიღებს 50 ლარს. და ნუ თუ ბევრი პასუხი იქნება რენდომაიზერთან მოვარჩიო და სამ ადამიანს მიცემ 50 ლარს, თუ არა და ვისაც ეწერება იმას მიცემ 50 ლარს. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში იხილავთ მეგობრების დავალებების შესრულებას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პირველი ვიდეო მინდოდა რომ გამოსულიყო მაგარი და როგორ თქვა ექსტრემალური, ამიტომაც იხილავთ მაგარან, იხილავთ ბანს დავალებების შესრულებას, მაგრამ ყველაფერი ჩემს კაი გამოვიდა საბოლოო ჯამში, ამიტომაც არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ზარის გააქტიურება. მოკლედ, პირველივე დავალება იმას რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა, იმიტომ რომ მე მიწევს ნაყინის და ციტაკის ჭამაერთად, ცხარე-საჭრელი მიყვარს, მაგრამ ნაყინთან ერთად არა, ამიტომაც წევიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ ციტაკა და ნაყინი. მეგობრებო, მაღაზიაში გადაღების უფლება არ მოგვცეს, ამიტომაც ვერ გადავიღე შიგნით და კიდე მინდა გითხრათ, რომ არ გქონდათ ტიზაკა, ცხარე ტიზაკა არ გქონდათ, ამიტომაც ვიყიდე ბულგარული და ხო, ბოდიში გიხდით ამ ორი რამისთვის, მაგრამ არ აქვს. ოკეი, მოკლედ, გვაქვს ბულგარული რაღაც ნაყინი, ბულგარული და წყალი. და ახლა გავაკეთოთ წყალი ყოველ შემთხვევაში, სამ ბულგარულს გავუწყავ მაინც, იმიტომ რომ წყალები დია იქ. ოკეი, მოკლედ, ესაა ბულგარული გავუწყავ, მაინც წყალები არ გავაკეთე და ახლა ნაყინი და გავუტესტ. ხო, ალბათ მოხდებოდეთ, რომ ეს სრული საშინელება იყო, ამიტომაც მთლიანი კადრი არ რომ ჩავსვი. ხო და ნუ ეს იყო აბსოლუტური საშინელება და გადავიდეთ მეორე დავალებას. მოკლედ მეგობრებო, ჩემი მეორე დავალებისთვის ჭირდება მაკდონალდსში შესვლა, ამიტომაც ახლა შევალთ. დავალება არის, რომ უნდა ვჭამო ყველაზე ცხარე ბურგერი, რაც შემიძლია ავიღო, დიდ ბურგერს არ ავიღე, პატარა ბურგერს ავიღე, მაგრამ ყველაზე ცხარეს გავაკეთებ, რაც შემიძლია და ასევე მაკდონალდს რახან ვახსენებ, ჭყონია და მასპონსორე, მეც აღარ გთხოვ. ოკეი, მოკლედ, ავიღე ორმაგი ჩილი ჩიზბურგერის სტანდარტული მენიუ და დავამატე ერთი ჰალაპენიო, მე ჰალაპენიოს ფიზიკურად არ მომატებინებ და კონსულტანტს თხოვე რომ უფრო მეტი ჰალაპენიოს დამატება თუ იყო შესაძლებელი, მაგრამ იმან არ ამგონიაო, იმიტომ რომ მაქსიმალურად ქონდა დამატებული და ეგა და ეგა. ეგ არის მოვიდა. აჩინე, ხუთი ჰალაპენიო და სადღაც რა. ცხარე სუნი კია, სამწუხაროდ. აი რაცა არის. მეტის აღემატება ფიზიკურად არ მომწეს. მაგარი ცხარია. ცხარია ხო. კიდე კაი მეტი არ დავამატებინეს, თორე გონია კარში ჰალაპენიო. მოკლედ მეგობრებო, შემდეგი დავალების გასაკეთება ვჭირდება თაწმინდაზე ასვლა, ამიტომაც მაქვს ეს ბარათი ავალთ საბაგიროთი და ეგა და ეგ რა, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ზარის გააქტიურება, დავალებას კი გეტყვით უკვე, როცა ავალთ სევით. ოკეი, ავდივართ, საკმაოდ დიდი კიბეებია, ამიტომაც დიდი ხანი მომიწევს ასვლა და ოკეი, მოვიდა თითქმის საბაგირო, ჩავშვებით ხა. დამ. მალე მოდი. ეგა შევეცით. გოგზავდი. ოკეი, მოკლედ ავდივართ საბაგიროტიზებით უკან. საკმაოდ ლამაზი ხედია ჩვენი თბილისის და ჩვენი ქალაქის. მაგარი ხედია. წავედით. მოვედით ჩვენს თაწმინდის პარკში, მივიდეთ ახლა ფული ჩავრიცხო პირველ რიგში ბარათზე, იმიტომ რომ ისევ არავინ არ დამსვავს და მე რა უკვე გეტყვი დავალებას.
აი მოდი ვცადოთ, რა ვცადოთ? 50 ლარიანი? აი მოდი ერთით 50 ლარიანი ვცადოთ. ჩავამბოთ აგერ. ასე. და ასე იგი. აქეთ და მაღლა. ჩემ ბედი ვნახოთ. მიდი. არა, ვაიმე, ცოტა დამაკლა. კაი, ერთი ცადოთ. ოკეი. ხო ვიცი ეს კამია და ტყულა ვცდილობ, მაგრამ არა უშვებს ანდამს. 2 ლარი არა უშვებს. კაი, გოლი თამაში. ეს და ისე 50 თავში, მაგრამ ანუ ყველა ერთი სირთულისაა და რა მნიშვნელობა აქვს? ოპ. და აქ არა მაღლა იყო. კაი, ერთიც. კაი, 10 ლარი. რა ცოტა და ეგა ბოლო შანსია და მე ოპერატორს ვათამაშებ ერთს. ზევი და აი მე ეს არის რეზი ჩემო მეგობრებო. მაგარი იყო. აი მენა მაგრამ ძალიან მოკლე იყო რა და შიშ და რაღაც ადრენალის ვერ მოვასწრე, იმიტომ რომ უცბად მორჩა რა და ეგ იყო რა. ხო და მოკლედ ესეთი ვიდეოებისთვის არ დაგავიწყოთ ვიდეოს დავალექება არხის გამოწერდა ძალიან გააქტიურება, იმიტომ რომ პირველ რიგში ხარჯები მიაქვს და მეორე რიგში რა ვიცი, საშიშია მაინც და ხო ეგაა და ეგ რა. ოკეი, მოკლედ მეგობრებო, აქ ვიყავით ცალკეების ლაბირინთში თუ რაც ქვია, მაგრამ გადაღება არ შეიძლება, იმიტომ რომ თან სარკეებში კარგად ვერ გადავიღებდი და თან უფლება არ მოგწეს, ამიტომაც ახლა წავედით, ბოლო დავალება დამჭა შესაძლებელი. ეგ არის თან რთული, თან არც ისე, ანუ ხო და წავედით ახლა საბაგიროსკენ იცავ. მოკლედ მეგობრებო, მოვჭით ყველაფერს, ახლა ჩავალ საბაგიროთი ისევ ქვევით და ერთ დავალებას შევასრულებ თავისუფლებაზე უნდა გავიდე მაგის გამო, ამიტომაც ხო, მაგასაც იხილავთ რა. ოკეი, მოკლედ შევედით. ეგა, აუჩი. მოკლედ მეგობრებო, ჩემი ეს დავალება არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ აი ამ ხელა პარლამენტის წინ უნდა ვისეკო განგამ სტაილი, ამიტომაც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ დაგავიწყოთ ვიდეოს დავალექება, არხის გამოწერდეს არის გააქტიურება და ეხლა ცოტა კაი მომენტს მოვძებნი და ვიცოდე. ოკეი, წავედით. მეგობრებო, მოკლედ ამ ყველაფერს მე ზემოდან დაღლილი ვიყავი უკვე, ამიტომაც დასრულების გადაღება ვერ მოვასწარი. იმედია მოგწონთ ეს ვიდეო, ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოუწერთ გააქტიუროს არის ღილაკი, რომ მომწონს мотивация. ამახსოვს დავდებ ბლოგებსაც და რომ მოკლედ მაგარი ვიდეოები დაიდება ჩემი აზრით. და ეგაა და ეგ რა. არაჰეთ თქვენ იცით.